განვლილი მასალა, რომელიც თქვენ მოისმინეთ, მას უწოდებდი როგორც მშრალ მასალას, ვინაიდან დიდი არაფერი ისეთი განმარტების საჭიროება არ იყო, ასე რომ მისი ცოდნა დამოკიდებულია ყველა თქვენთაგანზე, თუ როგორ აითვისებთ განვლილ მასალას. რაც შეეხება მომდევნო თემებს, ამჟამად საუბარი გვექნება საგზაო ნიშნების შესახებ და ამ საგზაო ნიშნების ცოდნა ყველა მძღოლისათვის სავალდებულოა. მე შემიძლია ეს თემა შევატარო ამბანს, ანუ ყველა მძღოლისათვის საგზაო ნიშნები წარმოადგენენ ამბანურ ჭეშმარიტებას. ზოგადად საგზაო ნიშნები დაყოფილია 7 ჯგუფად. აფრთხილებელი ნიშნები პირველი ჯგუფია, პრიორიტეტის ნიშნები მეორე ჯგუფი, მესამე ამგრძალავი ნიშნები, მეოთხე მიმთითებელი ნიშნები, მეხუთე საინფორმაციო მაჩვენებელი ნიშნები, მეექვსე სერვისის ნიშნები და ბოლოს დამატებითი ინფორმაციის ნიშნები. ამჟამად საუბარი გვექნება პირველ ჯგუფზე, რომელსაც ქვია მაფრთხილებელი ნიშნები და გამოსახულია თქვენს ეკრანზე ამ ჯგუფის ყველა ნიშანი. რა უნდა ვიცოდეთ ამ ჯგუფის შესახებ? რა თქმა უნდა, ყველა საგზაო ნიშნის დასახელება, რომელიც ძალზე მარტივია ჩემი აზრით და დასახელებიდან გამომდინარე მძღოლი ინფორმირებულია თუ რა სახის დაბრკოლება ელოდება წინ. აფრთხილებელი ნიშნები მოთავსებულია სამკუთხა ფიგურებში რამოდენიმე გამონაკლის გარდა და მძღოლებს აფრთხილებენ მოსალოდნელი საფრთხის შესახებ. მოდი ჯერ დავიწყოთ თითოეული საგზაო ნიშნის დასახელების შესწავლა. პირველი შლაგბაუმიანი რკინიგზის გადასასვლელი. მე მგონი აქ განმარტება საჭიროა რა, ვინაიდან შლაგბაუმი ყველა მეცით რას წარმოადგენს. ანუ მძღოლი ინფორმირებულია უკვე, რომ რკინიგზის გადასასვლელზე არსებობს შლაგბაუმი. თუ შლაგბაუმი დაკეტილი იქნება, რა თქმა უნდა, გაჩერდება, თუ ღია იქნება, გადაკვეთავს ამ გადასასვლელს. შლაგბაუმო რკინიგზის გადასასვლელი. აქ მძღოლი უფრო ფრთხილად უნდა იყოს და სანამ არ დარწმუნდება, რომ გადასასვლელი თავისუფალია, ანუ მატარებელი არ უახლოვდება გადასასვლელს და დარწმუნდება, რომ მატარებელი არ უახლოვდება, ანუ გადაკვეთავს, რა თქმა უნდა, თავისუფლად. ეს გვიჩვენებს, რომ გადასასვლელზე არსებობს ერთი ლიანდაგი, რომელსაც მძღოლი მარტივად გადაევლის. ეს კი მიუთითებს, რომ გადასასვლელზე არის მინიმუმ 2 წყვილი ლიანდაგი, ან მეტი. აქ რა თქმა უნდა მძღოლს უფრო მეტი სიფრთხილე სჭირდება და მეტი მომზადება. ამ 6-ვე ნიშანს ერთი და იგივე სახელი აქვს და ქვია მიახლოება რკინიგზის გადასასვლელთან. ამჟამად ჩვენ ვსწავლობთ მათ დასახელებას. შემდეგ ამ ნიშნებს ისევ დაუბრუნდებით. ტრამვაის ხაზის კვეთა, თანაბარი გზების საჯვარედინი,
წრიული მოძრაობის კვეთა, რეგულირებული საჯვარედინი, ანუ საჯვარედინის წინ არსებობს შუქნიშნები, გასახსნელი ხიდი, სანაპიროზე გასასვლელი, კვეთრი მოსახვევი მარჯვნივ, მარცხნივ, სახიფათო მოსახვევები, ასე ქვია ამ საგზაო ნიშანს. დაღმართი, აღმართი და ამ ნიშნებს ვკითხულობთ როგორც წინადადებას მარცხნიდან მარჯვნივ. ანუ მარცხნიდან მარჯვნივ არის დახრა, ეს ნიშნავს დაღმართს, პირიქით ესე იგი ეს არის აღმართი. მოცურების საშიშროება, უსწორმასწორო გზა, ქვის ასხლეტა, ანუ გრუნტიანი გზა, სადაც მოსალონელია ავტომობილის საბურავმა აისხლტოს ქვა და დააზიანოს თქვენი ავტომობილი, აქედან გამომდინარე უნდა დაიცათ როგორც დისტანცია, ასევე ინტერვალი ავტომობილს შორის. გზის ორმხრივი შევიწროება. შევიწროება მარჯვენა მხრიდან, მარცხენა მხრიდან. ორმხრივ მოძრაობიანი გზა. ხვდებით ალბათ ეს გადასასვლელია. ბავშვები ამ ნიშანს დგამენ იქ სადაც მოსალონელია ბავშვთა გამოჩენა. საველოსიპედო ბილიკის კვეთა, საგზაო სარემონტო სამუშაოები, შინაური ცხოველები სოფლის შესასვლელში ან სოფლის ბოლოში, სადაც პირუტყვის გადარეკვა ხდება, ფერმებთან იდგმება ეს ნიშნები. გარეული ცხოველები ტყეებისა და ნაკრძალების მიდამოებში დგამენ ამ საგზაო ნიშანს. მოსალონელი ქვის წვენა, ეს ნიშანი იდგმება უღელტეხილებზე, სადაც ქვების წვენაა მოსალონელი. გვერდითი ქარი, დაბლამფრენი თვითმფრინავები, ანუ აეროპორტის მიდამოებში იდგმება. გვირაბი ხვდებით ალბათ. სხვადასხვა საშიშროებანი და ამ ნიშნის ქვეშ იგულისხმება უსწორმასწორო გზა, აღმართი, დაღმართი, ქვის მოსალონელი, ასხლტვა და ასე შემდეგ. მოხვევის მაჩვენებელი მარცხნივ, რუსული ტეს მაგვარი განშტოება, ანუ გზები ნაწილდება და გრძელდება მარჯვნივ და მარცხნივ. მოხვევის მაჩვენებელი მარჯვენა მხარეს. აი ასეთი მარტივი დასახელების საგზაო ნიშნები შედიან ამ ჯგუფში და მე მგონი არ არის რთული იმის გარკვევა თითეული საგზაო ნიშნის დასახელებიდან გამომდინარე თუ რა სახის დაბრკოლება გველოდება წინ. დავუბრუნდეთ ისევე საგზაო ნიშნებზე საუბარს და მე მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია ყველა ამ ნიშნების შესახებ. ამ ჯგუფის ყველა ნიშანი, რომლებიც სამკუთხედებშია მოთავსებული. ვიმეორებ. დაუსახლებელ პუნქტებში იდგმებიან 150-300 მეტრით წინ მოსალონელი საფრთხის წინ. ანუ ნებისმიერი ნიშანი ამ ჯგუფიდან დაუშვათ აი ეს ნიშანი ცხოველს აფრთხილებს, რომ ამ ნიშნის შემდეგ 300 მეტრის შემდეგ 150-300 მეტრის შემდეგ არის უსწორმასწორო გზა. ცხოველი რა თქმა უნდა ინფორმაციის მიღების შემდეგ მოიქცევა შესაბამისად. ანუ სანამ 150-300 მეტრს გაივლიდეს
შეანელებს სვლას სათანადო დონეზე და ისე გაივლის ამ მონაკვეთს. ესე იგი დავიმახსოვროთ, სამკუთხედებში მოთავსებული ყველა საგზაო ნიშანი დაუსახლებელ პუნქტებში იდგმებიან 150-300 მეტრში მოსალონელი საფრთხის წინ. ხოლო დასახლებულ პუნქტებში კი 50-100 მეტრით წინ მოსალონელი საფრთხის წინ, რა თქმა უნდა. რაც შეეხება დანარჩენ გამოტოვებულ ნიშნებს. ამ ნიშნის დასახელება ვიცით და გავიმეორებ, რომ ნიშანი მიუთითებს გადასასვლელზე ერთი ლიანდაგის არსებობას და იდგმება გადასასვლელიდან 20 მეტრში. ასევე იდგმება ეს საგზაო ნიშანიც გადასასვლელიდან 20 მეტრში და როგორც გითხარით, ეს აღნიშნავს, რომ გადასასვლელზე არსებობს რამოდენიმე წყვილი ლიანდაგი. შემიძლია აი ამ მაგალითის ჩვენებაც. როგორც ხედავთ, 20 მეტრია დაშორება გადასასვლელიდან ამ ნიშნებისა. რაც შეეხება ამ ნიშნებს. ექვსივე ნიშანს, როგორც გითხარით, ქვიათ მიახლოება რკინიგზის გადასასვლელთან და ეს ნიშნები ასეთი თანმიმდევრობით შეგვხვდებათ. პირველად შეგვხვდებათ სამზოლიანი და გაწვით ინფორმაციას, რომ რკინიგზის გადასასვლელამდე დაგჭათ 300 მეტრი. შემდეგ ორზოლიანი და გაცნობებთ ეს, რომ რკინიგზის გადასასვლელამდე დარჩა 150 მეტრი და ბოლოს ეს ნიშანი დაგვხვდებათ, რომელიც მიუთითებს, რომ გადასასვლელამდე დარჩენილია 50 მეტრი. ასეთივე თანმიმდევრობით იდგმებიან აი ეს სამივე ნიშნები. დიდი დაკვირვება არაა საჭირო, რომ ამ 6 ნიშანს შორის განსხვავება არის ხაზების დახრილობის მიმართ. ამ ნიშანზე ხაზები დახრილია მარჯვნიდან მარცხნივ, ხოლო ამ ნიშანზე მარცხნიდან მარჯვნივ. ზუსტად ამ ხაზების დახრილობა განსაზღვრავს იმას, რომ თუ რომელ მხარეს უნდა დაიდგას ეს საგზაო ნიშნები, გზის რომელ მხარეს უნდა დაიდგას საგზაო ნიშნები. დავიმახსოვროთ ესე მარტივად, რომ თუ დახრილობა იწყება მარჯვნიდან მარცხნივ, მაშინ ეს საგზაო ნიშნები იდგმებიან გზის მარჯვენა მხარეს. ხოლო თუ დახრილობა იწყება მარცხნიდან მარჯვნივ, მაშინ ეს ნიშნები იდგმებიან გზის მარცხენა მხარეს. აი ეს არის დასამახსოვრებელი ამ ნიშნების შესახებ. რაც შეეხება ამ სამ ნიშანს. ეს ნიშანი შეგვხვდება პირდაპირ მოსახვევში, რომლის მიმართულებაც მარცხნივ ვრცელდება. ანუ ჯერ შეგვხვდება ეს ნიშანი შესაბამის მანძილზე, ანუ დასახლებულში 50-100 მეტრში, ხოლო დაუსახლებელში 150-300 მეტრში და უშუალოდ მოსახვევში კი დახვდება ეს ნიშანი, რომელიც მიუთითებს მოსახვევის მიმართულებას. ასევე ეს ნიშანიც იგივენაირად ამ ნიშნის შემდეგ პირდაპირ მოსახვევში დახვდება ეს ნიშანი. ხოლო რაც შეეხება ამ ტესტ-მაგვარ განშტოებას, პირდაპირ დგამენ იქ, სადაც გზები იყრება აქეთ-იქით, ანუ გზა ვრცელდება მარცხნიდან მარჯვნივ. ანუ შუაში გზა არ არსებობს. ეხლა თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ ზოგადად ჩვენ
ამ ჯგუფის ყველა ნიშანს მიუჩინეთ თავთავიანთი ადგილები. მაგრამ კიდევ არის საჭირო იმის ცოდნა, რომ აი ეს 6 ნიშანი მთლიანი ჯგუფიდან გამოყვეს და თქვეს, რომ მოდი ეს 6 ნიშანი დაუსახლებელ პუნქტებში ხავს უშვა. დაუსახლებელ პუნქტებში დავაყენოთ ორ-ორჯერ. ანუ როგორ ჩანს მეტი ყურადღება მიექცა სიფრთხილის გამო ამ 6 ნიშანს. და ყველა ეს 6 ნიშანი დასახელებას აღარ შეუდგები. იმეორებ დაუსახლებელ პუნქტებში ხვდებიან პირველად 150-300 მეტრში, ხოლო იგივე ნიშანი დაგვხვდება 50 მეტრში მოსალონელი საფრთხის წინ. კონკრეტულად ამ მომენტისთვის შლაგბაუმის წინ. ესეც დასამახსოვრებელია, რა თქმა უნდა. მოდი მაინც გავიმეოროთ ამ ნიშნების დასახელება და ეს 6 ნიშანია: შლაგბაუმიანი რკინიგზის გადასასვლელი, უშლაგბაუმური რკინიგზის გადასასვლელი, გასახსნელი ხიდი, სანაპიროზე გასასვლელი, ბავშვების საგზაო სარემონტო სამუშაოები. ასევე მინდა იცოდეთ, რომ საგზაო სარემონტო სამუშაოები ამ ნიშანს განმეორების შემთხვევაში აყენებენ 10-15 მეტრში მოსალონელი საფრთხის წინ, როდესაც სამუშაოები მოკლე ვადიანია. ამ შემთხვევაში ახლა ეს მუშა გადაყრის ამ სილას და შესაბამისად იმ საგზაო ნიშანსაც მოაცილებს. და შემდეგ კიდევ ერთი რამ, რაც საჭიროა ამ ჯგუფის შესახებ რომ ვიცოდეთ. გავიხსენოთ ამ ნიშნის დასახელება. გზის ორმხრივი შევიწროება, გზის შევიწროება მარჯვენა მხრიდან, გზის შევიწროება მარცხენა მხრიდან. მათი დადგმის წესები ვიცით. და სამივე მათგანი სკოლებს აწვდიან ინფორმაციას, რომ ისინი უახლოვდებიან გზის მონაკვეთს, სადაც ორი ავტომობილის გვერდის ავლა გაძნელებულია. ამიტომ, რომ არ მოხდეს გაუგებრობა, ამ ნიშნის შემდეგ, რომელიც იდგმება დაუსახლებელ პუნქტებში 150-300 მეტრის წინ, გზის შევიწროებული უბნის მონაკვეთის წინ შეგვხვდებათ ასეთი ნიშნები, ან ერთი, ან მეორე. ამას ქვია შემხედრის უპირატესობა, ხოლო ამას კი შემხედრთან უპირატესობა. ეს ორივე ნიშანი განეკუთვნებიან მეორე ჯგუფს, რომელსაც პრიორიტეტის ნიშნები ჰქვია და პირველ შემთხვევაში პრიორიტეტს ანიჭებს შემხედრ სატრანსპორტო საშუალებას, მეორე შემთხვევაში კი პრიორიტეტს განიჭებთ თქვენ. ესე იგი დავიმახსოვროთ, რომ ამ ნიშნის შემდეგ, რომელიც იდგმება 150-300 მეტრში, უშუალოდ გზის მონაკვეთის შევიწროებული მონაკვეთის წინ დაგვხვდებიან ან ეს ნიშანი, რომლებიც არეგულირებენ ტრანსპორტის გავლის თანმიმდევრობას. რაც შეეხება ამ ორ ნიშანს, როგორც აღნიშნეთ, ესენიც იდგმებიან გზის შევიწროებულ ადგილზე, ერთი მარჯვენა მხრიდან, როდესაც შევიწროებული გზა, მეორე, როდესაც გზა შევიწროებულია მარცხენა მხრიდან და ამ ნიშნების შემდეგ ამ ორი ნიშნის გამოყენება სავალდებულო არ არის. ვინაიდან ყველა მძღოლმა უნდა იცოდეს, რომ გზის ცალმხრივი შევიწროებისას
ის მძღოლი არის ვალდებული დაუთმოს გზა, რომლის მხრიდანაც დაბრკოლება არსებობს. ვიმეორებ, გზის სალყრივი შევიწროებისას გზას უთმობს ის მძღოლი, რომლის მხრიდანაც გზა არის შევიწროებული. ანუ ამ შემთხვევის დროს გზას გვითმობს შემხედარი ტრანსპორტი, ვინაიდან იმის მხარეა შევიწროებული, ხოლო ამ ნიშანზე როგორც ჩანს გზა შევიწროებულია ჩვენი მხრიდან და ჩვენ უთმობთ შემხედ სატრანსპორტო საშუალებას. კიდევ ვიმეორებ, ეს ორი ნიშანი ამ ნიშნებზე სავალდებულო არ არის, რომ გამოიყენონ. კონკრეტულად ამ მაგალითში გამოყენებულია და რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან არის გზა შევიწროებული და გზას უთმობთ შემხედ სატრანსპორტო საშუალებას. ეხლა რაც შეეხება აღმართში მოძრაობისას. დავიმახსოვროთ, რომ აღმართში მოძრაობისას გზის ნებისმიერი შევიწროების შემთხვევაში არ აქვს მნიშვნელობა. შევიწროება იქნება ორმხრივი, მარჯვნიდან თუ მარცხნიდან. ხავს უსვამ გზის შევიწროების შემთხვევაში. ანუ იმ ადგილში, სადაც ორი ტრანსპორტი გვერდს ვერ აუვლის ერთმანეთს. ყოველთვის გზას უთმობს ზემოდან მომავალი ტრანსპორტი. აი ამის პატარა მაგალითი აქვს ნაჩვენები, რაღაც ავარიული სიტუაცია, ეს გაჩერებულია რაღაცის გამო, ზემოდან მოდის ტრანსპორტი, აქ ჩანს რომ ჩვენ აღმართში მოძრაობთ და ის ტრანსპორტი, რომელიც ზემოდან მოდის, ვალდებულია გაჩერდეს, დაგვითმოს გზა, გაგვატაროს და შემდეგ გაიაროს. მოკლედ კიდევ ვიმეორებ, გზის ორმხრივი შევიწროების შემდეგ მოძრაობას გავლის თანმიმდევრობას არეგულირებს ეს ორი ნიშანი. ამ ნიშნების შემთხვევაში სავალდებულო არ არის, რომ ეს ორი ნიშანი არეგულირებდეს გავლის თანმიმდევრობას, არამედ გზას უთმობს ის მძღოლი, რომლის მხრიდანაც გზა არის შევიწროებული და რაც შეეხება აღმართში მოძრაობისას, გზის შევიწროების შემთხვევაში ნებისმიერი მხრიდან ყოველთვის გზას უთმობს ზემოდან მომავალი ტრანსპორტი. აი ყველაფერი ის, რაც ამ ჯგუფის შესახებ უნდა იცოდეთ. კიდევ გიმეორებთ, მართლებელი ნიშნების შესახებ საჭიროა ვიცოდეთ. თითოეული საგზაო ნიშნის დასახელება ამ მანძილზე იდგმებიან საგზაო ნიშნები დასახლებულ პუნქტში და დაუსახლებელ პუნქტებში, რომელი 6 ნიშანი მეორდება. შემდეგ ამ 6 ნიშნიდან რომელი იდგმა შეიძლება დაიდგას 10-15 მეტრში და ბოლოს გზის შევიწროებული მონაკვეთის გავლის თანმიმდევრობა. აი ამ შესაბამის ცოდნაზე არის გამახვილებული ბილეთებში